დაბერების პროცესი, ბუნებრივი პროცესია და ეს მოდით მესამე ვიდეო მიუძღვნათ თვალსახსოვან სისტემას, ხო? მეორეში უკვე ვთქვი, რომ ელემენტარული ძვალი რომ მსხრევადია, ეს მარტო კალციუმის დეფიციტის ბრალი არ არის. ნახეთ, ჩვენ 70% წყალი ვართ და დანარჩენი შემართებელი ქსოვილია. ძვალი შემართებელი ქსოვილია და მისი კარკასი ან 30% რო შევადავთ მაგალითად შენებლობაზე არმატურა, რკინები როა, ეს არის კოლაგენი და დანარჩენი ციცივსებ, ანუ ბეტონი, ეს გახლავთ ჰიალურონი. ხო? და ნახეთ ის კალციუმიც აი ამ არმატურაზე, ანუ კოლაგენზე უნდა დაშენდეს და ასაკთან ერთად ეს ძალიან გამოხატულია, ხო, დეფიციტი. და ხრტილოვანი ქსოვილით აღდგენა ბევრს გონია რომ შეუძლებელია, შესაძლებელია ხონდროიტინით, ანუ ასაკთან ერთად მეტად მივიღოთ და სასახსარ სითხე, სინოვიალური სიცხე რეალურად აღდგენადია თუ ჩვენ ჰიალურონს დავლევთ, ასე რომ გავიმარტივებთ ჩვენი დაბერების პროცესი.